მოგესალმებით. საღამო მშვიდობის, ჯერ კიდევ დღის სინათლეა, მაგრამ საღამოა. ახლა არის 25 წუთი. საქანელა ავწიე, იმიტომ რომ კატა ეთამაშებოდა და არ მინდა დაკაწროს. მოკლედ ახლა მე და სოსო ვიყავით გასულები დეზერტირების ბაზართან და რა ვიყიდეთ 20 ლარად. მოვწიე სიგარეტი და გაჩვენებთ ახლა. ის ვიჭირდებოდა ბოსნეული რაღაცა, იმიტომ რომ შემოგველია. ხალხი კარტოფილი ნიორი ეს რაღაცები ცოტა არის, მაგრამ ვიყიდე 1 კილოგრამი ბადრიჯანი. სხვათაშორის კარგი ბადრიჯანია, რა ვიცი, მე მომეწონა. არ არის ისეთი რა. აქ ზემოთ, ცოტა ზემოთ დაჭმოჭმულებს ყიდიდნენ. 3 ლარად ვიყიდე ბადრიჯანი. ნახეთ, ახლა ესეთი ამბავი. აჰა. შენ. ცოტა ხანი დამანებეთ თავი. ხო, ორ ნაბიჯი შევიარეთ, ახალი ორი ნაბიჯია დეზერტირებთან. და ვიყიდე სოსოს უყვარს. კარგი და არა მარტო სოსოს, მე 2 ცალი. თითო ლარიდის, ისევ როგორც ყოველთვის, ესენი ლარიდის და არ ჩამოუვარდება. სხვათაშორის სამარხოც არის და კარგია. ანუ არ არის კვერცხით ის ყვითლები ახლა მგონი სამარხო რა, მე ესე ვუყურებ. ორ ნაბიჯი ვიყიდეთ ბანანი. ბანანში გადავიხადე 3 და ხედავ ეს წავიდე. მოკლედ 3 ლარი და რაღაცა 50 რაღაცა გრაფიკ შორი და უხედავ. ხო, გახობით ეგრე. ხო, ალბათ. ნახავ ხო. სათვალეებით, სხვადასხვა სათვალეების შეკვეთა მივეცი და ზეგ უკვე უნდა ახალი სათვალე მექნება. და დავისვენებ. ესე იგი. არა მეგობრებო, რა 50, თითქმის 4 ლარი. 3 და 94, ანუ 3 და 95. ხო, ეს ბანანი. სხვათაშორის ორი ნაბიჯის ბანანი ძალიან მიყვარს, მომწონს, კარგი ბანანია. აი ესეთი აქვს რა ეტიკეტი, ლურჯი. ყვითელი იმითი, ну მოკლედ ეს ჯობია რა, მე როგორც დავაკვირდი. ამას აქ ჩავაწყო რამაც. ვიყიდე 1 კილოგრამი კარტოფილი, დავამატოთ ხო, კარტოფილს, კარტოფილი. ყოველთვის უნდა იყოს. ჩემძველ გამომწერებს დამაყურებლებს გემახსოვრებათ, რომ სულ მაგას ვამბობ, რომ როცა კარტოფილი სახლშია, გზნობ რომ ანუ რაღაცა არის სახში. ანუ ჯერი არ დარჩება. ვიყიდე ესეთი კონა რუკოლა სალატისთვის. სასარგებლო რამეა. წვანილებიდან მარტო შაშხულები ვიყიდე. 1 წითელი ბულგარული. მწვანე ლობიო. აჯობს ანდარი უნდა გავაკეთო, მოკლედ მივხვდით ხო? და პომიდორი. სადილის პომიდორი, ანუ სადილის რა ნორმალურია უბრალოდ. დიდები ამოვარჩიე, რომ უფრო მარტივად გავწყვინა და ჩავაჭრა. ხო, ეს მეზობელმა რაღაცა მომაწოდა, რაღაც ქათმის ხორცის ისინია და ამას მერე გავაკეთებ, კატლეტები მინდა გავაკეთო. ანუ ეგრეთ წოდებული ხო რა ნაგეცები ვით რა, უფრო ნაგეცი ამას. ხო, ეხლა დავიწყებ ამის დარჩევას, მოკლედ. ახლა სულ არ წავა ყველა ისა, რა თქმა უნდა, ახლა ორ პერსონაჟთან მithumetes მე მთელი დღე სახში არ ვიქნები ხოლმე.
საღამოს ერთი რომ მოვალ შეიძლება ცოტა მივიხარამე. ასე რომ გონი ბადრიჯანს სულ გავუკეთებ, ხო? თაცდებია. მე ხო პატარავდება ყველაფერი რომ იხარშება. სულ არის 6 წელი ბადრიჯანი. ეს ტიპი ბუთქუნები მინდა თქო. ხო და ხოდენო დამწებ ამის მომზადებას. სადერდანა. სოსო დანა რა უყავი? მან ხო არ გაქვს? დამალული. ძლივს გავიყვანე სოსო გარეთ. ძლივს. არ მინდაო. არ მიყვარსო დღეო, მიყვარს ღამეო. ხო სოსო. არც მისინებს ნაუშნიკებშია. ეს ცოტა წელი ყოფილა. ამას სავარაუდოდ რამის გავთვალო თუ ესე დავტოვო. მოკლედ რაც არ მიყვარს ეს არის ლობიოს გარჩევა. დღეს ერთმა ჭკვიანმა მეზობელმა ეზოში დაურიგა ბავშვებს. იცით რომელიც აყვირები? აი სტადიონზე რომ ჩაბერავენ და მთელ სტადიონზე რომ ისმის ხმა. აი ეგენი. და გამეტებით, ანუ ეს ბავშვები, თან ერთი დაურიგი არა, სადაც 3 თუ 4 ბავშვი ამ საყვირებში, რასაც ქვია, აი თან არ ჩერდებიან. არჩევ ნუ ბავშვებს უხარიათ, რა თქმა უნდა. ხო და უფროსებს იმდენი გონიერება არ ეყოთ, რომ ვერ მიხვდნენ, რომ შეწუხდებოდნენ მეზობლები თავისთავად. თან მით უმეტეს ახლა ყველამ ხო არ იცის ვის როგორი გრაფიკი აქვს. მაგალითად ჩემი მეზობელი დღეს რო ისვენებს, ხო? წამოწვა ცოტა ხანი და ამ საყვირების იმან წამოახტუნა უცბად. მოკლედ ესეთი ამბავი. კიდევ კაი მე არ მეძინა, თორე არ ვიცი მე. და ახალ გაგვიძებულს ძალიან ძიმე ხასიათი მაქვს მეგობრებო საშინელი. გაუბრაზდებოდი რომელია? ხებიო არა აქვსო, ხებია თუ ბეწვები თუ რაც ქვია ამას, მოკლედ ნახოთ, რაც შეჯებით ნორმალურია. დღეს ჩემმა უფროსმა ბიჭმაც გამაბრაზა. რა ვურეკავ ხოლმე, ანუ კითხულობ რა როგორ ხარ? რაღაცა ახლა დედა შვილს მოიკითხავს, აბა რას იძამს? ხო და თან მით უმეტეს როცა ღამე მუშაობს. ღამე ხან დღე, ნუ მოკლედ გადაბმულად მუშაობს, თითქმის არ ძინავს და თავისთავად ახლა იფიქრებ, ინერვიულებ, ხო, კარგად არის. ესეთი უცნაური პასუხი აქვს ხოლმე. რატო უნდა ვიყოთ სულად? ჯვარი წერია, რატო უნდა იყოს სულად, მაგრამ დედას ყოველთვის ედარდება, ხო? მაგრამ ვერ ხდებიან. ვერ ხდებიან მაგდენს. ხო, ნუ მოკლედ როცა კითხულობ, რატომ აკონტროლებ? ანუ მოკითხო, თურმე კონტროლი ყოფილა, რომ ადამიანი მოიკითხო, როგორ ხარ? ბავშვები, ხო მშვიდობა გაქვს, ხო კარგად ხარ? ხო ნაჭამი ხარ, ჩასული ხარ, საფრთხე ხარ მოკლედ. მაგასაკის ბიჭები კი არა, რა ვიცი,
ვითომ მოწესრიგებული და ვითომ მოწესრიგებული კი არ არის სწორედ ეძახი. ანუ მოწესრიგებული და ანუ მობილიზებული ქალი გამოცდილი, რომელსაც საათივითაა გაწყობილი ყველაფერი, ხანდახან იმას გამოიყარება რაღაცა და ხანდახან იმასაც ჭირდება, რომ ვიღაცამ რაღაცა თქვათ უთხრას და შეახსენოს. ესეთებიც ხდება, აი მაგალითად მე ხა ხანდახან ჭირდება, რომ შემახსენოს ვინმე, რომ წყალი უნდა დავლიო. კარგად გამახსენდა. ხო, და იმიტომ რომ ესეა რა, ადამიანები ვართ. გავერთობით ამ იმაში, საქმეში და გაწამატებაში ვართ და გამოგვეყარება მნიშვნელოვანი რაღაცა. და მე ვიტყვი საიდან რანაირად მოგო. ხოდა ეს გაბრაზდა, მე ცალკე გავბრაზდი, იმიტომ რომ ესეთი რეაქცია შვილს არ უნდა ჰქონდეს. მართლა ის ხო არ არის, ხო, რაღაცა უბრალოდ ელემენტარული მოკითხვაზე ესეთი რეაქცია რო იქნება. მოკლედ ძალიან ფუკიანი ხასიათი გაუხსნა. და ძალიან ცუდ დღეში აქვს ნერვები, ძალიან ცუდ დღეში. ყველგან რაღაცა ეჭვებს იმაშვებას, უბრალოდ ეჭვიანო. ყველაფერში ეჭვები შეაქვს. ცუდია რომ ქალი არ არის, თორე უფრო უკეთესად გაიგებდა. შვილები რო წამოეზრდებოდა, უფრო უკეთესად მიხვდებოდა ბევრ რაღაცას. და ეს მეგობრებო მეც გადავიღალე მართლა რა, აი გადავიღალე ვერ ვიტყვი დედობით გადავიღალე, მაგრამ რა ვიცი რა, ეხლა ჩემს შვილებს ვენდობი, რამდენჯერ ვამბობ ამას და ვიტყვი რა მე მგონი ყველას ესეა, ყველა მშობელს, ყველა დედას ჩვენ შვილებს კი ვენდობით, მაგრამ იმ გარემოს, სადაც არის ხოლმე ვთქვათ, ანუ მოხდება, არავინ არ იცის რა და როგორ არის, ხო? ამიტომ უფრო თორე ხა ზოგმა შეიძლება იფიქროს, რომ აი რა პატარა ბავშვი ხო არ არის და რაღაცა. არც ის კაცები არიან პატარა ბავშვები, მაგრამ ჯარი წერია ჩემებს და ზოგადად თქვენ შვილებსაც და ყველას, მაგრამ აბა რანაირად საიდან ხდება, როგორ ხდება ის ვიღაცებიც ხო, ვიღაცების შვილები არიან, ხო? ხო და ესე. ესეთი ამბავი. ვერ ხვდებიან, რომ დედებს ჭირდება გაფრთხილება. ჩვენ ვართ ერთი. ჩვენი ჩანაცვლება არ შეიძლება მოხდეს. ისე კიდე რა მაინტერესებს ხოლმე ხა. აი მაგალითად უფრო ძირითადად ქალებს აქვს ხოლმე ბიჭების დედაზე გართულება, რატომღაც და რო დაფიქრდნენ და საკუთარი დედები რო ყავთ და საკუთარ დედებზე ფიქრობენ და ზრუნავენ და უშუალოდ სხვისი დედა რა ის არის, ანუ აი რაღაცნაირად ძალიან ძერლეთ უყურებენ.
მაგრამ ცხოვრება ისეა მოწყობილი. ერთ დროს მეც რაღაც ეტყობა მქონდა, ეტყობა კი არა, ალბათ მქონდა ესეთი დამოკიდებულება და იმიტომაც მივიღე ესეთი დამოკიდებულება ბუმერანგი, კარგად მუშაობს. ბუმერანგს ვეძახით თორე, ანუ მივხვდით ხო რომ როგორც მოიქცევა ადამიანი, ზუსტად იგივე უბრუნდება ცხოვრებაში. ასე რომ უნდა სხვის მშობლებსაც უნდა სცეთ პატივი და უნდა დააფასოთ და არ უნდა განიკითხოთ, იმიტომ რომ არავინ არ იცის ვინ სად როდის როგორ მოიქცევა და რას გააკეთებს. იდეალური არავინ არ არის, ხო და ესეთი რამები. ვფიქრობ, რომ ბევრი ხوارი თუნდა თქო. იქ დაემატება პამიდორი, ესა და ვიდრე ცოტას შევინახო და მე კიდე გადრიჯენს ვიყიდე და კიდე გავაკეთებ ეს. ეს ყოფა ცოტა მაგარი იყო 1-2 წელი. ისე იგი დიდი ხანი უნდა ხარშო. მართლა ჩემი მეზობელი იკეთებს კბილებს და მეგობრებო აღმოვაჩინე აქვე. აი როგორ არა აქვს სათმები თუ ხები თუ ბეწვები აქვს ცოტა. ის რა ქვია იმას. აი ეზოდან როგორც კი გადიხარ, ესე ქუჩას ჩავხობ თუ რა, იქვე არის სტომატოლოგიური კაბინეტი. ანუ ნახერავები აქვს რა და დაიწყო გაკეთება. თხოვა გუშინ ხოლმე გამოვყევიო და გავყევით ეს. კარგი. ხალი ჩანს ექიმი. და შევხედავ ახლა როგორ კიჭებს გაუკეთებს და მეც იქნებ მივხედო ჩემ თავს. იმიტომ რომ ზუსტად მაგის ბრალია რომ კუჭის პრობლემები მქონდა და როცა კარგად არ დაღეჭავს საკოებს და პირდაპირ თანთოს ყლაპავ, ხო, თავისთავად გამოიწვევს მე ადრე თუ გვიან რაღაცა. ესე რომ გავუფრთხილდით თავებს, იმკურნალეთ კბილები, თუ გაქვთ სამკურნალო და ნუ შეგეშინდებათ კბილის ეკბილებით და ეს რა ფეთიანი ყოფილა. რა შიშარა ყოფილა, ესე იგი ხელი მომკიდეო, ჩამებღაუჭა და რა ვიცი, ჯერ არაფერი გქონდა იმ ხალხს გაკეთებული და არც არაფერი არ იყო ის გასაკეთებელი. უბრალოდ პირში ჩახედა და რაღაცა იქ ცოტა რაღაცა მოუქლიბა რა. აიმე ისეთი ის ქონდა, სახე ვერცი გული არ წაუვიდეს ახლა. ხო, ასე всё, მოვსში ამას მე. დავამთავრებ საჭმელს, დავადგავ ახლა ამებს მოსახარშად. ამას მოხარშავ, მე იმას ჩავაჭრი, მანამდე მარილს მოვაყრი. ხო და გავაკეთებ ამას. ასვამობდი და მოწ. ახლა დამშდარია მობილური და ვცდილობ ჩქარა გავაკეთო. ეს ჩქარა ჩავიწერო ვიდეო რომ არ გაითიშოს. რამდენი ხანი ვისაუბრი სათავით და შევხედა 19 წუთი. და დამეგობრდით ისე ერთმანეთს ხოცავენ ხოლმე დობიდან აქვს. კინცი მაქვს, უნებიც მაქვს, ურემე მოხდეს ესე. ეს რა დასატოვი იყო, მაგრამ იყო კაი, ზუსტად იგივე რაოდენობაა და კიდევ ერთ გავაკეთებ მერე. ასე წვენწიწაკაც მაქვს. ეს რუკოლა. ოჯახის რუკოლა. შაშხულავი.
вообще, საერთოდ ბულგარული მეტი უნდა მეყიდა, მაგრამ ძალიან დიდათაც არ მიყვარს ბევრი ბულგარული. ამ ბოლო ხანებში რატომღაც ბულგარულის მიმართ ისე ვარ. ხელა ის აქვს და არა აქვს უხმა. ალბათ ძირითადად არ აქვს, თორე ერთი-ორ კი შეყოდა ხოლმე. დღეს კარგი ვაჭრები შემხვდნენ, დიდება უხავს. ჯუჯუნები არ იყვნენ. ვორნაბიჩი კიდე იმდენი ხანი ატარებდა მოლარე, რომ დავბერდი. ამიტომ რომ ესმოდა მე მომხმარებლების, იმიტომ ვიყავის სწრაფიც, ხარისხიანიც, ამ საუბრობდით, ამ საქმესაც ვაკეთებდი და მოკლედ. იმიტომაც არ უნდათ ჩემი გაშვება იქიდან, ორი ნაბიჯიდან. ხომ მირეკავდა მე რეგიონალური სტრუქტურა და მეუბნებოდა საბოლოოდ გადაწყვიტეო და მეთქი ხომ საბოლოოდ გადავწყვიტეთ. გახსოვთ ადრე გითხარით, შეიძლება ერთ დროს დავუბრუნდე მეთქი დროებით, თუნდაც შეიძლება არ ვიცი ვფიქრობ. იმიტომ რომ რაღაცნაირად არ მიღირს კი არა, როგორი რაღაცა, ისიც ახლოს არის სახთან, ანუ ითვლება რომ ახლოს არის. ეხლა წარმოიდგინეთ, დილის 9 საათიდან 4:30-მდე რომ მუშაობ, ანუ ნახევარი დღე და მე საღამოს სახლში ხარ, ან პირიქით დილას სახლში ხარ გამოიძინებ და საღამოს მუშაობ. და რომ გაქვს 1000 ლარი ხელფასი და ეხლა ამ ეტაპზე მე სადაც მუშაობ, ხო, აქ მაქვს 960 ლარი. სხვაობა ხო არის? თან მუშაობ 12 საათი. კი, 3 დღე ვისვენებ, მაგრამ იქაც არის დასვენება ერთი მთლიანი დღე. თან არის შესვენება 1 საათამდე. მოკლედ, ყველა პლუსები იქით ხარეცეა. საათების მხრივ, ხო? თან ბონუსები შეიძლება იყოს, შეიძლება დამატებით საათები აიღო და საერთოდ უფრო მეტიც გამოვიდეს ხოლმე. ვფიქრობ, ფიქრის რეჟიმში ვარ. კარგით, მეგობრებო, დროებით დაგემშვიდობებით. მეცდები დღეს როგორც კი დაიტანება ტელეფონი, კომენტარებს ვიდეო პასუხები გავცემ. მე თვითონ მინდა რაღაცნაირად ისეთი იცამავს სურვილი ძალიან და კარგით, აბა დროებით გავკაცეთ.